გამარჯობა ეთერშია რადიო თავისუფლების ყოველდღიური პროგრამა საუბარი თავისუფლებაზე, რომელიც მიმყავს მე გოგი გვახარიას. ლევან გვარამანძია დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი. ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ გადაცემაში, შეიძლება თქვა საახალწლო თემაზე. ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი ხათუნა ნოელი. ასტროლოგი, დიახ, ასტროლოგია იქნება ჩვენი გადაცემის თემა. მოგიხსენებათ, რომ ეს ნამდვილად საახალწლო თემაა. მაგრამ შევეცდებით, რომ გავემუჯნოთ პირველ რიგში ყვითელ ასტროლოგიას. ქალბატონი ხათუნა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ერთხელ, როცა ჩვენ ვისაუბრეთ ასტროლოგიის მსოფლიო დღეზე, იმიტომ რომ ასეთი დღე აღინიშნება მსოფლიოში უკვე ოფიციალურად შეიძლება ასე ითქვას და მაშინაც დავიწყეთ საუბარი, რა ვიცი, შეიძლება ითქვას მობუდიშებითაც კი, რომ ჩვენი რადიო თავისუფლების ეთერში ვსაუბრობთ ასტროლოგიაზე, რადგანაც შეიძლება ბევრი მსმენელი მიიჩნევს, რომ ასტროლოგია, ასე ვთქვათ, ცრუ მეცნიერება არის და თქვენ იცით ალბათ ასეთი ოპონენტები გყავთ. არგუმენტები ხშირად გვესმის ხოლმე, რომ ეს არის ცრუ მეცნიერება, თუმცა მე ჩემი პროფესიის დამცველად ვარ ყოველთვის და ყველგან და ვერაფრით ვერ დავეთანხმები, რომ ეს ცრუ მეცნიერება, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს თუ კი სტატისტიკა არის მეცნიერებად აღიარებული და ენციკლოპედიაში წერია, რომ სტატისტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კონკრეტულ რაღაცა მიმართულებით დაგროვილ ფაქტებს და იმ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებს რაღაცის ანალიზს, 40 საუკუნე შეისწავლის ასტროლოგია კონკრეტულ ფაქტებს, პლანეტების განლაგებას ცაზე, მათ ციკლურობას და ანგარიშობს, დიახ, ეს საკმაოდ რთული მათემატიკური გამოთვლების მეშვეობით ხდება. დღეს უკვე პროგრამა ამას ყველაფერს მარტივად აგვარებს, მაგრამ იყო დრო, როდესაც ეს ხელით ანგარიშებოდა და საკმაოდ შრომატევადი სამუშაოც იყო. დღესდღეობით ამის შრომატევადობის აუცილებლობა გამოთვლისა აღარ არის, ეს პროგრამა აგვარებს ამ საკითხს, თუმცა იმ ანალიზს და ფიქრს და დასკვნების გამოტანას არც თუ ისე სუბუქი სამუშაო შეგვიძლია რომ დავარქვათ. საკმაოდ ღრმა ინტელექტუალურ ცოდნას მოითხოვს ადამიანისაგან, ინტუიციის გარკვეულ წილს და ანალიზის უნარს. მაგრამ ეს ინტუიცია ხელს უშლის შესაძლებელია იმას, რომ უწოდოთ ასტროლოგიას მეცნიერება. ხო, აი ამას აწვევიან, ასე ვთქვათ, ჭალებში რომ ვთქვათ, რომ მაშინ დასაჭიროა ინტუიცია. ვინაიდან ჩვენ ყოველთვის არ ვსაუბრობთ ამ აწმყო მომენტაზე, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ფსიქოტიპზეც იყოს საუბარი და რაღაც, ხო? და ხშირად ასტროლოგებს გვიწევს გარკვეული პროგნოზების გაკეთება, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ კონკრეტულად, იმიტომ რომ თითოეულ ასპექტს აქვს სხვადასხვა დატვირთვა, სხვადასხვა მნიშვნელობა და ჩვენ აი სწორედ ინტუიციის გამოყენებით ასტროლოგია ახერხებს მივხვდეს, რომ კონკრეტულად რომელი მიმართულებით იმუშავებს ეს ასპექტი, იმიტომ რომ ვარიაციები არის ძალიან ბევრი. აი აქ უკვე ასტროლოგს თავისი პრაქტიკული გამოცდილება ეხმარება, 90% და 10% ასე ვთქვათ ინტუიცია. ინტუიციის გარეშე ცოტა რთულია თემაში. მაგრამ არის სპეკულაციებიც დამეთანხმეთ და კარგად იყიდება ეს თემა, განსაკუთრებით საახალწლოდ. იცით, მე ყოველთვის ვერიდები პოპულისტურ თემატიკას ამ სფეროში და ყოველთვის ვებრძვი ყვითელ ასტროლოგიას, რომ ყურუებს ამ კვირაში ეს მერწყულებს ის, ხო, ხორის წელი დავიწყოთ იქიდან, რომ ხორის წელი 5 თებერვალს იწყება და არა 1 იანვარს და შეგებებას 1 იანვარს სრულად არანაირი აზრი არ აქვს. 5 თებერვალს შეგებებას? 5 თებერვალს, ვისაც სურვილი აქვს და უშუალოდ ის შეეგებოს 5 თებერვალს, რომ ტრადიციული ასტროლოგიური წელი იწყება 21 მაისს. მე და თქვენ რო შევხვდით წინა შეხვედრაზე, სწორედ ეს იყო, ესე იგი, გაზაფხულის ბუნიაობა არის ასტრონომიული და ასტროლოგიური ახალი წელიწადი. ყველა ქვეყანას თავისი ახალი წელიწადი აქვს, უმეტესწილად ეს არის 1 იანვარი და ჩვენც ტრადიციულად 1 იანვარს ვეგებებით, ხო? შევეგებოთ ამ 1 იანვარს ჩვენი ქართული ტრადიციებით. ასტროლოგია აქ არაფერ შუაში არ არის. ეს არის ადამიანების წამხედურობა, მოდით ესე ვთქვათ რა, წამხედურობა რაღაც
რაღაც შემოტანის მცდელობა და ძალით დამკვიდრების მცდელობა, რომელსაც მე პირადად მხარს არ ვუჭერ. თუმცა თუ ვინმეს აქვს ამისი სურვილი, ნურცი მათ გავკითხავთ, რა ვიცი, ყოველს თავისი გზა. კი, მაგრამ ეს არის ცრურწმენა. ხო. რა თქმა უნდა. ხო, ანუ დაკავშირებულია ცრურწმენასთან. ისედაც ახალ წელს როგორ შეხვდები, მთელი წელიწადი ისე ნამდვილად ვერ იქნები. ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა. და მაინც მოდით ჩვენ ანგარიშით დავიწყეთ და ისევ ანგარიშს დავუბრუნდეთ. საუბარი არის, როგორც მე ვხვდები, რუკაზე, რომელსაც ასტროლოგები ადგენენ ყოველი ახალი ასტროლოგიური წლის დასაწყისში. თუ ცდები? არა. ასტროლოგიური წლის დასაწყისში არა, ბატონო. გოგი, ეს თქვენ პროგნოზს გულისხმობთ? ხო. იქ პროგნოზი შეიძლება ნებისმიერ მონაკვეთზე გაკეთდეს, გნებავთ იყოს ახალი წელი, გნებავთ იყოს ახალი კვირა, თუმცა მე კიდევ გავიმეორებ, ესეთ პროგნოზებს ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ, იმიტომ რომ ინდივიდუალური პროგნოზი, ჩვენ ყველანი ინდივიდუალურები ხომ ვართ. სახეზე თვალებიც კი არა გვაქვს ერთნაირი, როგორც ამბობენ, ხო? მე კი მგონია რომ ჩემი თვალები ერთნაირია. არის რომ აგერ ჩემი თანამშრომელი მეუბნება რომ ტყუპები ყავს შვილები და განსხვავება 8 წუთი არისო და აბსოლუტურად სხვადასხვანაირები არიან. წვეტს, იმიტომ რომ 4 წუთში ერთხელ იცვლება რუკაში გრადუსები. და სახლების ბადე, ახლა ცოტა რთული ასახსნელია ჩემთვის. სახლების ბადე განსაზღვრავს თემატიკას, რომელ სახლშიც მოხვდება მერე პლანეტა, იმ სახლის თემატიკაში აქვს მას ძირითადი დატვირთვა. მაგალითად, თუ 8 წუთის წინ ვენერა იყო მეოთხე სახლში, იქ სხვა რამეზე იქნება აქცენტი და თუ 8 წუთის შემდეგ აღმოჩნდა მესამე სახლში, იქ სხვა თემატიკაზე წავა აქცენტი. მეოთხე სახლი არის ჩემი ჭერი, მესამე სახლი არის კომუნიკაცია და ურთიერთობები. საერთოდ განსხვავებულია, ხო? და აი ესთეტიკა, ეს ვენერა ხომ ესთეტიკა, ესთეტიკის მოთხოვნილება სად ექნება ადამიანს საუბრის მანერაში თუ შინ გარემოს კომფორტულად მოწყობაში. სხვადასხვა მომენტია ეს. ანუ პროგნოზზე როდესაც საუბრობთ, მოდით ესე ვთქვათ, პროგნოზი ჯობია რომ ადამიანმა ინდივიდუალური გააკეთოს მისი პირადი რუკიდან და პირადი დაბადების მომენტის წერტილიდან ათვლით გათვალისწინებით, ვიდრე რომ აი ეს ყველა კუროს ერთად რა, ყველა ერთ ქვეყანას ვთვიანად რა. ნუ ქვეყანა კიდე შეიძლება. ქვეყანა იქ სხვანაირად, სხვა პრინციპები მუშაობს. იქაც ასე ვაკეთებთ ჩვენ როგორც პირად რუკაზე რო გაგიკეთებია ადამიანისთვის, აი იქ ქვეყნისთვის ვითვლით რომ ამ სფეროს რა, დაუშვათ სამედიცინო სფეროში ხომ არ მოხდება რამე ცვლილებები, ხომ არ იქნება რეფორმა, რატომ ამბობ ახლა სამედიცინო სფერო რატომ წამოვწიე 6 იანვარს მზის დაბნელება არის და აი ეს მზის დაბნელება საქართველოს ძველი რუკის ტერიტორიაზე მე-6 სახლში ხდება, რომელიც მედიცინას კურირებს და ვფიქრობ, აქედან გამომდინარე, რომ შესაძლოა რაღაცა რეფორმების გადარება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, ამ სფეროში, ჯანდაცვის სფეროში, იქნება ეს სტრუქტურული ცვლილებები თუ თვითონ სფეროს შეეხება რეფორმა და იქ რაღაცა სასიკეთო წავა ან პირიქით ეს ცოტა ჩემთვის რთული სათქმელია, მაგრამ სტრუქტურული ცვლილებები უფრო მგონია, ანუ შეიძლება მე ვფიქრობ, რომ შეიძლება აქ რაღაც ხელმძღვანელობის თემაში უფრო შეიცვალოს, სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ვამბობ ახლა აღარ ჩაგიგებ. მზის დაბნელება, ესე იგი უკავშირდება რეფორმებს. ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩვენ ეს დაბნელება ისეთი გრადუსია, რომ თითოეულ გრადუსს თავისი დახასიათება აქვს. ესეთი გრადუსზე ხდება, რომელიც რეფორმებს უკავშირდება და ვინაიდან ეს ყველაფერი თან თხის რქის ზოდიაქოში ხდება, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ისიც ვიფიქროთ, თხის რქა სტრუქტურულ ვერტიკალს აღნიშნავს ხოლმე ასტროლოგიური დატვირთვით და აი როცა ქვეყნებზეა საუბარი. შესაბამისად ეს ვფიქრობ, რომ შეიძლება რაღაცა სტრუქტურაში მოხდეს ცვლილება აქედან გამომდინარე. თუმცა მე ცოტა სხვა რაღაცაზე მინდოდა თქვენთან ერთად საუბარი. აი საქართველოს რუკა ვახსენეთ, ქვეყნების რუკები ვახსენეთ და აი ცოტა შორიდან დავიწყებ, რომ ჩვენი მსმენელისთვის გასაგები იყოს. ისევე როგორც ადამიანებს აქვთ ინდივიდუალური პირადი რუკები. ჰოროსკოპს, რასაც ეძახიან, იმას კი არ გულისხმობ,
გულისხმობ ზოდიაქოს ნიშნით რა ვარ. არამედ აი ჩემი დაბადების მომენტში სად რა როგორ იყო განლაგებული ცაზე პლანეტები. მთვარე, ვენერა, მერკური და ასე შემდეგ. ისევე ყველა ქვეყანას აქვს თავისი დიახ, ეკითხეთ ზუსტად. თავისი რუკა. თავისი რუკა. დიახ. ახლა რისი მიხედვით დგება ეს რუკები? ხშირად მესმის რომ საქართველოს არის ლომი, ზოგი ძახის რომ არის მშვილდოსანი და ასე შემდეგ. საქმე რაში რისი მიხედვით დგება ეს რუკა? მართალია საქართველოს დღეს არ დაბადებულა და ისტორიკოსები ჯერ კიდევ იკვლევენ სად რომელი წარსულის რომელ წიაღში მიდის ეს ჩვენი ფესვები გენეტიკური, თუმცა ასტროლოგიური ტრადიცია რუკების შედგენის თავისებურ წესს ამკვიდრებს ხოლმე. ეს არის სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა თარიღებზე აკეთებენ ამ თავიანთ რუკებს. მაგალითად ძალიან ბევრი ქვეყნის ასტროლოგიური რუკა დღეს არსებული ქვეყნებისა არის დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღზე აგებული. როდესაც ისინი ამა თუ იმ კოლონიებიდან გამოვიდნენ, გაერთიანებებიდან არის ძალიან ბევრი საქართველოსაც პრობლემა იქნება დამოუკიდებლობის აღდგენა თუ დამოუკიდებლობის გამოცხადება. აი უყურეთ, კი. და აი ეს ორი რუკა აღდგენაც და გამოცხადებაც თანაბრად, თითქმის თანაბრად მუშაობდა. მუშაობდა ანუ ერთნაირ სიტუაციაში დაიწყო, ერთნაირ სიტუაციაში მუშაობდა? ერთნაირად არა, ის ძველი უფრო შენელებულად, რა თქმა უნდა, მაგრამ გარკვეული ინერცია იმ ძველ რუკასაც მოხვებოდა. და 1991 წლის 9 აპრილის რუკა ზვიადმა რო გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა, ის უფრო მძლავრად მუშაობდა. ასტროლოგები ჩვენ თანხმდებოდით სულ ყოველთვის იმაზე, რომ ის ეს 9 აპრილის რუკა იყო უკიდურესად სუსტი. ვინაიდან პლანეტარული განლაგებები იყო ძალიან შეუფერებელი წარმატებისათვის, სუსტი იყო მათი ასტროლოგიური აი ეს ძალა, პლანეტებს თავისი ძალა აქვს სხვადასხვა ნიშაში, სხვადასხვა. ანუ 9 აპრილს არ უნდა გამოცხადებულიყო დამოუკიდებლობა, პირდაპირ ვთქვათ. ჯობდა არ ჯობდა იმ დღეს არ გამოცხადებულიყო. ჩვენთან როგორ ხდება ხოლმე რაღაცას ვამთხვევთ, ხო? დღესასწაულს, გიორგობას, იმას, ამას. ეს ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს არის ძალიან მცდარი, იმიტომ რომ არასდროს არ გადამოწმებულა, რამდენად სწორი თარიღია, რამდენად შესაფერისია იმისათვის, რისთვისაც ვაკეთებთ. ამ დროს, ხო, ძალიან შორეულ მაგალითს კი არ მოგიყვანთ, აგერ გასულ საუკუნეში რონალდ რეიგანმა თუ გახსოვთ თქვენ და ალბათ უნდა გახსოვდეთ თავისი მეორე ინაუგურაციისათვის დილის 5 საათზე წამოყარა მთელი ამერიკა ფეხზე და ინაუგურაცია ჩაატარა დილის ასე ურჩიეს ასტროლოგებმა. ასე ურჩიეს ასტროლოგებმა. მას ყავდა პირადი ასტროლოგი, რომელიც უგეგმავდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ასე გასინჯეთ გორბაჩოვთან შეხვედრა თურმე იყო ძალიან რთულ პერიოდში დანიშნული, მაგრამ აი იმ რთული პერიოდიდან იმ ქალბატონმა ჯოან კუიგლი იყო ეს ქალბატონი შეურჩია სწორი კიდევ ესე იგი იყო საშუალება იგვარირების და უკეთესი ცუდიდან საუკეთესო ამოურჩია და მოგეხსენებათ მე რაც დაემართა საბჭოთა კავშირს, ხო? ეს კაცი ყველა თავის ნაბიჯს უთანხმებდა პირად ასტროლოგს. მხოლოდ თავის საკუთარ ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს კი არა, არამედ სახელმწიფოებრივს. რა წააგო? არაფერი მე ვფიქრობ, საქართველოს დაუბრუნდეთ. საქართველოს დაუბრუნდეთ. საქართველოს ჩვენ ესე იგი ბოლო რუკა გქონდა დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტისათვის და თქვენის ნებართვით ვიდრე საქართველოს დაუბრუნდებოდე კიდევ ჩამოვთვლი რაზე შეიძლება რომ რუკები იყოს აგებული, რას ეყრდნობიან ხოლმე. ესე იგი ფედერაციის ან მონარქიის გამოცხადებას, რევოლუციებს, სამხედრო გადატრიალებებს, ასე გასინჯეთ მაგალითად კონსტიტუციის მიღებასაც, მაგალითად ხო, ისა რა ქვიან
ქვეყნის სახელწოდების შეცვლაც ზედაც კი იყო შრი-ლანკას შეეცვალა ხო სახელი და აი აქედან იყო ესა ბოლო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მაგალითად ჩილეს სხვადასხვა რეფერენდუმები, კორონაციები, ინაუგურაციები და ასე შემდეგ და კიდევ რაც მინდა ხაზი გაუსვა ასევე ქვეყნების ასტროლოგიური რუკები დგებოდა მაშინ როდესაც ქვეყანა რაღაც უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე აწერდა ხელს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოწყობის სტრუქტურა იცვლება. კონსტიტუციაში დიახ, თუმცა კონსტიტუციის მიღება ერთია და შემდგომ იქ ცვლილებების გატარებაც ეს უკვე კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ შეიცვალოს ქვეყნის რუკა. თუ კი ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურულ მოწყობაში ძირეულ ცვლილებებს განაპირობებს. თუ არა, საქართველოს მაგალითი გვაქვს. დიახ. ასე მოხდა, რომ სულ ვამბობდით ჩვენ ასტროლოგები, რომ რუკა უნდა შეიცვალოს, რუკა არის უკიდურესად სუსტი. და ვითხოვდით მთავრობისაგან ყურადღებას, რომ მოგვაქციეთ ყურადღება, ჩვენ შეგვიძლია რომ შეგარჩევინოთ საუკეთესო თარიღი და აი ამ თარიღზე გამოცხადდეს რამე, უკვე ეს ხო, არა, ნებისმიერი არა, რაღაცა მნიშვნელოვანი, გავატაროთ ერთობლივი ღონისძიებები, რომ უკეთესობისკენ წავიყვანოთ ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს როგორც ბევრი სხვა რამ იგნორირებული იქნა, თქვენ კარგად იცით, რომ საქართველოში კი არა და ბევრგან სხვაგან ასტროლოგიას მართლა როგორც სრულ მეცნიერებას უყურებენ, არა და ეს ყველაფერი მუშაობს. საქართველოში როგორ უყურებენ სრულ მეცნიერებას? რამის ყველაზე პოპულარულია ახლა საახალწლოდ? ყველას იჯერებს. საახალწლოდ ხომ არ არის? მარტო საახალწლოდ ხომ არ არის? მაგრამ სახელმწიფო დონეზე საუბრობ, რა უნდა გაკეთებულიყო. აი ეხლა ხანს თითქმის ერთი თვეც არ გასულა, ხო? 16 დეკემბერს გქონდა პრეზიდენტის ინაუგურაცია. პლუს ამას დაემთხვა ის, რომ ქალბატონ სალომეს ინაუგურაციასთან ერთად ძალაში შევიდა ის ჩასწორებები საკონსტიტუციო, რომელმაც ქვეყანა გადაიყვანა ნახევრად ჯერჯერობით, მაგრამ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, რომ ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობიდან გადავიდა საპარლამენტო მმართველობაზე. არის ეს თუ არა ორი დამთხევა და შეიძლება რომ ეს ასტროლოგის ყურადღების მიღმა დარჩეს? ფიქრობ არა. იმიტომ რომ ერთი ფაქტორი, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი დღეს ისეთი მნიშვნელოვანი არ არის და არც ყოველ ჯერზე პრეზიდენტების ინაუგურაციის 6 წელიწადში ერთხელ რო იცვლება და თუ სადღაცა 4-ში ხომ არ შეიცვლება ყოველ 4 წელიწადში რუკა, მაგრამ როცა აი ეს ორი ფაქტორი ემთხვევა უკვე ერთმანეთს, აქ უკვე ვფიქრობ, რომ სერიოზულად არის საქმე და შეცვლას ქონდა ადგილი. რუკას ჩვენ ესე ახალ რუკას კი არავინ არ დაგვიდებს, ეს ჩვენ ასტროლოგებმა უნდა ავაგოთ ამ დროზე, ამ მომენტზე და შევხედოთ რა მოხდა. მოხდა ის, რომ ისევ შეუფერებელი დრო, ისევ ცუდი განლაგებები. ის კი არა პირველ ჯერზე სულო ცოდვილო ვიფიქრე, რომ ვიღაცას აწყობს ესეთი რამთქო. მაგრამ მე რომ შევხედე, რომ ხელისუფლებისთვისაც კი ეს არის ძალიან ცუდი პოზიცია, უბრალოდ მივხვდი, რომ ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას და აი ესე თვითდინებაზეა ეს საქმე მიშვებული, როცა რა ხელშეკრულება ფორმდება თუ როცა რა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ნაბიჯები იძგმება სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, არავინ ასტროლოგის აზრს არ კითხულობს. თქვენ თქვით, რომ ჩვენ ასტროლოგები, ანუ ორგანიზაცია არსებობს, სადაც შედარებით ნაკლებად ყვითელი ასტროლოგები ერთიანდებიან, როგორც როგორ არის საქართველოში ესეთი ორგანიზაცია ჯერ მხოლოდ ვგეგმავთ რომ
შევქმნათ გაზაფხულზე ვაპირებთ ამის გაკეთებას. თუმცა მე თვითონ ვარ უცხოური ორგანიზაციის წევრი, საერთაშორისო ორგანიზაცია გახლავთ OPA, ორგანიზაცია პროფესიონალური ასტროლოგიისათვის ამერიკაშია დაფუძნებული და მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას მოიცავს და აი ამ ორგანიზაციის წევრი ვარ. მე შემეძლო დაუშვათ მეთხოვა ჩემი კოლეგებისათვის თუ დაუშვათ ჩემ ცოდნას არ ენდობა სახელმწიფო, არც მაქვს ესეთი დიდი პრეტენზიები, ხო? ისინი ძალიან სერიოზული მეცნიერები არიან, არაერთი წიგნის ავტორები, ძალიან აღიარებული. ანუ მათი მოწვევა. მათი მოწვევა და ამ საქმეში ჩართვა. რით იქნებოდა ცუდი, როდესაც ამისი შესაძლებლობა არის, რომ ეს ადამიანები უბრალოდ თუნდაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე თავიანთი სახელისათვის უბრალოდ აი რომ მან ასეთი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა კონკრეტული ერთი სახელმწიფოსთვის, თუნდაც ამითიც კი შეიძლებოდა ეს ადამიანები დაინტერესებულიყვნენ და გაეკეთებინათ ჩვენთვის შესაფერისი დრო, საუკეთესო დრო შეერჩიათ, მაგრამ არავის ეს არ აინტერესებს. აი ჩვენ გაცემის დრო იწურება მე 6 იანვრის შესახებ მინდა ისევ ვკითხოთ, ესე იგი გამოდის რომ თქვენ თქვით რომ ზის დაბნელება, ხო? და ისევ არ იყენებენ ამ დღეს, ანუ ვარსკვლავების ასეთ ალბათ იცით როგორ არის, აქ უკვე არ იყენებენზე არ არის. აქ ეს უნდათ არ უნდათ ცვლილებებს გამოიწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ცვლილებები მოხდება. აი მაინც წინასწარმეტყველის როლში გამოგიყვანეთ. ანუ 6-ში რაღაც ცვლილებები მოხდება ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში. არა. იცით როგორ არის, ვინც 6 იანვრის მახლობლად არის დაბადებული 1-2 დღით აქეთ იქით, იმ ადამიანებისთვის იქნება რაღაცა ცვლილებები. თავისთავად ეს შეუძლებელია რომ არ იყოს პირად რუკაში, შეიძლება კიდევ იქ რაღაცა მნიშვნელოვანი პლანეტები ხდებოდეს, ახლა ყველა სათითაოდ მე ვერ განსაზღვრავ ისთან რა. თუმცა აი მაგალითად თქვენთან არაფერი არ არის. ხო, არც ჩემთან. თქვენ რუკაში ჩავიხეთ. ხო, ისა რა ქვიან, თქვენ უფრო თევზების ნიშანი გაქვთ დატვირთული და კუროს ნიშანი გაქვთ. ასე თქვენ ეს თხის რქის დაბნელება არ გეხებათ. მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ეს შეეხება და მათ ცხოვრებაში აუცილებლად იქნება გრძელვადიანი ცვლილებები. თუმცა ეს ცვლილებები 6 იანვარს არ დაიწყება გამოკვეთილად, აი ესე პირდაპირ 6 იანვარს მოხდა და დამთავრდა კი არა. ეს იქნება გრძელვადიანი, სადღაცა გაზაფხულზე უფრო გამოჩნდება რა მოხდა 6 იანვარს და წლის ბოლომდე ეს მთელი დატვირთვით იმუშავებს. კეთილი. უნდა დავასრულო გადაცემა და რა თქმა უნდა გთხოვოთ რომ როგორც კი თქვენ თქვით რომ აი გაზაფხულზე გეგმავთ, ხო? გაერთიანებას, ანუ პროფესიული ორგანიზაციის შექმნას, როგორც კი ასეთი ორგანიზაცია იარსებებს და შეიქმნება ძალიან გამიხარდება თუ გვეწვევით და თქვენს გეგმებზე გაგუსაუბრებით და ამით უნდა დავასრულო გადაცემა. საუბარი თავისუფლებაზე. ხათუნა ნოელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ლევან გვარამაძე იყო გადაცემის ხმის რეჟისორი. დიდი მადლობა ხათუნა, საინტერესო იყო, კარგად ბრძანდებოდეთ.